ბაზალეთის ტბა ილია ჭავჭავაძე ბაზალეთისა ტბის ძირას ოქროს აკვანი არისო და მის გარშემო წყლის ქვეშე უცხო წალკოტი ყვავისო. მწვანეა მუდამ წალკოტი, არასდროს თურმე არ სჭკნება, ქვეყნისა დროთა ტრიალსა იგი არ ემორჩილება. ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს, ვერც სიცხე ვერცსა ზამთარი, და იმის მზიან ჩრდილებში მუდამ გასაფხული არი. წალკოტის შუა გულშია ის აკვანი ასვენია და ჯერ კაცთაგანს იქ ჩასვლა არაბის გაუბედნია. მარტო ერთნი სირინოსნი იმ აკვანს დარს ეხვევიან, მარტო იგინე გრძნეუნე დასტფიან და დამხერიან. ამბობენ თამარ დედოფალს, ის აკვანი იქ ჩაუდგამს და ერს თვისთა ცრემლთნადენით ტბა კარვაცეთ გადუხურავს. იმას კი ახარ ამბობენ, აკვანში ვინ ჩააწუნა, ან თვით ერმა თვისი ცრემლი ზედბადრისთვის დაადგინა. იქნება აკვანში ის ყრმაწევს, ვისიც არ ითქმის სახელი, ვისაც დღედახა ნატრულობს ჩუმის ნატურითა ქართველი. თუ ესე არის ნეტამას, ვარშკაცსა სახელოვანსა, ვისიცა ხელი პირველად დასწვდება იმა აკვანსა.